მოვედი კოლოსეუმში. იცოდით რომ სწორი კოლოსეუმია და არა კოლიზეუმი? დიახ, მე მოვედი კოლოსეუმში, მაგრამ ახლა აქ უბრალოდ გარე კადრის განსაკუთრებად ვარ, თორემ სინამდვილეში ვიყავი მე გუშინ და ჩვენი კამერა დაჯდა, გაიძიშა სრულიად, ვერაფრით ვერ დავტევეთ, ვიპოვეთ და ვერ გაჩვენეთ შესაბამისად კადრები. უნდა გითხრათ, რომ თუ გინდათ მსგავსი შემთხვევები არ დაგმართოს და უფრო კარგი ხარისხის ვიდეოების შემოგთავაზოთ, დაგვასპონსორეთ, დაგლაიქეთ ვიდეო და გამოგვიწერეთ. ახლა მე მოგიყვებით თუ როგორ მომეწონა კოლოსეუმი. ეს არის კოლოსეუმი მოხვედრა იყო ჩემი ოცნება. და იცით რატომ და როგორც ის ანიმაცია ვნახე, რომაელი გლადიატორი, მის შემდეგ მინდა და მეც აქ მოსულიყავი. და ასე მეც შემეგრძნა აქაური სული ასაკთან. გამიგებიათ პირველ საუკუნეშია აშენებული და კოლოსეუმის ბილეთს როგორც იყიდით, შედის პალატინის მთის ნახვა, რომელშიც მე ვიყავი და რომის ფორუმის, სადაც არის უძველესი ნანგრევები ჩვენს წელთან ერთხმამდე რომის 5 საუკუნით ადრე. და პალატინის მთაზე, აი იქ, მე ვნახე რომის იმპერატორის უძველესი სასახლე. თან ძალიან კარგი ადგილი არის ჩამოსასვლელად, შესაძლოა თუ იპოვეთ ჩრდილს, რადგან მე ფეხი წამოდგარი წავიდეცი და იქ რომ დავჭირდა ძალიან კარგად დამომახსოვრდა ეს ასე ბიჭი და რაღაცა უხურეთ ეს სილამაზეს. ან იცოდეთ რომ ძველ რომში აკრძალული იყო იასამნის ფერის ჩაცმა და მხოლოდ იმპერატორს ჰქონდა ამ ფერის ჩაცმის უფლება. და თუ ვინმე მოიპარავდა ამას, ამ იასამნის ფერს ამას და თუნდაც ერთი პატარა ზოლი ექნებოდა გასმულა, ეს რაღაც ამხელა, მაშინ თავს მოკვეთავდნენ და მე სპეციალურად ჩავიცი იასამნის ფერის ამოსი. მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადავიდე, მაგრამ ძალიან გამოვიბრანჭე, მაგრამ სამწუხაროდ მაგრამ არსებობს თუ როგორ შეიქმნა რომი. ესე იგი, იყვნენ ორი ძმა, ერთ ძმას ერქვა რომულუსი. მეორე სახელი აღახსოვს, სიმუჟე გითხრათ და ეს რომულუსი და თავისი ძმა წავიდნენ მთაზე. ფესო, ვისაც ეს ნათელი ესე ჩამოანათებს ვარსკვლავია, ის ექნება ხელმწიფე და ჩამოანათა რომულუსს. გააშლა ძალიან პატარა ქალაქი პალატინის მთაზე და ასე თავიდან რომი იყო ასე პატარა, მაგრამ შემდეგ უკვე გაიზარდა და როგორც ხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია.